გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგაბაღებში ვირუსული ინფექციების გამო ახსაზრდელთა რაოდენობა განახევრდა. სკოლამდელი საღვთელო დაწესებულების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ორთოიძე მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მცირე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი ახსაზრდელები საბავშვო ბაღში არ მიიყვანონ. გარდა ამისა, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად საბავშვო ბაღის ექთნებით შეამოწმებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოგეხსენებათ ფუნქციონირებს 37 საბავშვო ბაღი, სადაც ჩარიცხული 1600-ზე მეტი ახსაზრდელი. დღეისათვის გახშირებული ვირუსებისა და ასეთი პრობლემების გამო ბავშვთა დასწრება, ყოველდღიური სწრებადობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია. ასევე თვითონ პერსონალის ავადობის შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ 37-ვე საბავშვო ბაღი განაგრძობს ფუნქციონირებას, რადგანაც ყველა საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი სანიტარო-ჰიგიენური საშუალებებითა და აღჭურვილობით მზად არის. მზად არიან თითოეულ საბავშვო ბაღში ექთნები, რომლებიც მუდმივ კონტროლზე ყავთაყვანილი საბავშვო ბაღის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყოველი დღის დასაწყისი იწყება ბავშვების გადამოწმებით, ვინმეს ხომ არ აქვს სურდო, გრიპი და ასე შემდეგ რაიმე ვირუსული ნიშნები. ამისთვისაც მზად არიან განსაზღვრულია შინაგანა წესითა და პროტოკოლით განსაზღვრულია ის ნორმები, როგორც უნდა მოიქცნენ ბავშვის ავადობის შემთხვევაში. სველი წესით მუშავდება ყოველი დღის ბოლო და შუალედებშიც, რა თქმა უნდა, ჯგუფის ოთახები, სამზარეულო, ბავშვის სასადილო ოთახები, რა თქმა უნდა, შესაბამისი გრადუსითა და შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით მუშავდება ჭურჭელი, საიდანაც გამორიცხულია, რომ რაიმე ვირუსული ინფექცია იყოს გადამდები, მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ახსაზრდელის მშობელს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი მცირე ვირუსული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვის მოყვანისგან, იმიტომ რომ პატარები არიან და ძალიან სწრაფად ვრცელდება ვირუსი ბაღში, მოგეხსენებათ მათი იმუნიტეტი იმდენად პატარა და სუსტები არიან, რომ ძალიან გადამდებია და ყველას ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ ბაღში ახსაზრდელის მოყვანისგან ასეთ სიტუაციაში, სანამ ექიმი არ დართავთ ნებას, რომ ის ვირუსი არის საინკუბაციო პერიოდს გასული და აღარ არის გადამდები.